კირ სტარმერმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობისა და ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ გამოაცხადა. ლონდონში გაკეთებული განცხადებისას ცნობილი გახდა, რომ ის მოვალეობის შესრულებას სექტემბრამდე გააგრძელებს, ვიდრე გაერთიანებულ სამეფოს მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე ახალი კანდიდატი არ ეყოლება. ყოველი გადაწყვეტილება, რომელიც მიმიღია, მიმართული იყო იმისკენ, რომ პირველ ადგილზე დამეყენებინა ქვეყანა, რომელიც მიყვარს. დღეს დილით ვესაუბრე მის უდიდებულესობას მეფეს, რათა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მეცნობებინა. ვთხოვ ლეიბორისტული პარტიის ეროვნულ აღმასრულებელ კომიტეტს განსაზღვროს ლიდერის არჩევის გრაფიკი. კანდიდატების წარდგენა 9 ივლისს დაიწყება და პროცესი ზაფხულის საპარლამენტო არდადეგებამდე დასრულდება. მე პრემიერ-მინისტრის პოსტზე დარჩები მანამ, სანამ ეს პროცესი არ დასრულდება და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ხელისუფლების გადაცემა მოწესრიგებულად და შეუფერხებლად განხორციელდეს. როდესაც ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან თანამდებობას დავტოვებ, მე დროს დაუთმობ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს, ვიყო საუკეთესო მეუღლე ჩემი შესანიშნავი ცოლის ვიკისთვის, რომელიც როგორც კარგ, ისე ცუდ დროს ყოველთვის მტკიცედ მეტ გაგვერდით და ვიყო საუკეთესო მამა ჩემი მშვენიერი შვილებისთვის. ბოლო 10 წლეულზე მეტი ხნის განმავლობაში კირ სტარმერის მემკვიდრე დიდი ბრიტანეთისთვის მე-7 პრემიერ-მინისტრი იქნება. თანამდებობიდან გადადგომისკენ მას უბიძგა გასულ კვირაში გამართულ ვადამდელ ადგილობრივ თვითმმართველობის კენჭისყრაში დიდ მანჩესტერის ყოფილი მერის ენდი ბერნჰემის გამარჯვებამ, რომელიც კირ სტარმერის შემცვლელად ყველაზე ხშირად სახელდება. თავად კირ სტარმერმა 2024 წელს დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მაშინ გამართულ ვადამდელ არჩევნებზე. თუმცა ანალიტიკოსების აზრით, შიდა პოლიტიკურ ველზე დაშვებულმა შეცდომებმა დიდ ბრიტანეთში მისი ავტორიტეტი მნიშვნელოვნად შელახა. ლეიბორისტული პარტიის წესდების მიხედვით პარტიის ლიდერი აუცილებლად უნდა იყოს პარლამენტის წევრი. მიმდინარე კვირის დაწყებამდე პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მყოფი კირ სტარმერი ამტკიცებდა, რომ ლიდერობისთვის ნებისმიერ გამოწვევას შეებრძოლებოდა, მიუხედავად მზარდი შეშფოთებისა, რომელიც ადგილობრივი არჩევნების მძიმე შედეგებმა გამოიწვია. ეს შედეგები საპირისპირო იყო 2024 წელს, როდესაც კირ სტარმერი დიდი ბრიტანეთის მთავრობას ჩაუდგა სათავეში. მაშინ ოპოზიციაში მყოფმა ლეიბორისტებმა საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორები დამაჯერებლად დაამარცხეს. კირ სტარმერის მმართველობისას ლონდონის საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინას, მათ შორის მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში. ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რა პოლიტიკას გაატარებს კიევისადმი შემდგომი პრემიერ-მინისტრი და შეიცვლება თუ არა მისი დამოკიდებულება უკრაინაში კრემლის სრულმასშტაბიანი აგრესიისადმი.